არჩევნების გაყალბებიდან 3 თვის შემდეგ ქვეყანაში პროტესტი არ წყდება სულ რამდენიმე წამის წინ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყნენ დამკვირვებლები მსვლელობით და ბოლო გაჩერება იქნება პარლამენტი, ის ადგილი, სადაც უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და საქართველოს მოქალაქეები მთელი ამ დროის განმავლობაში ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, სწორედ ამიტომ ხალხი ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ვინაუთ ბანერს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა და ამავდროულად, როდესაც ეს ადამიანები ქუჩაში ითხოვდნენ ხელახალ არჩევნებს, მათ მოთხოვნას დაემატა კიდევ ერთი, ეს არის უკანონო დამატებებული ახალგაზრდების გაათავისუფლება, იმ ახალგაზრდების, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა ქუჩიდან, სწორედ ამიტომ დღეს არჩევნების გაყალბებიდან 3 თვის შემდეგ ხალხი ქუჩაში ისევ არის გამოსული იმისთვის, რომ თქვან რა მეთოდებით და როგორ გააყალბა ოცნების რეჟიმმა 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ დამკვირვებლებთან, იმ ადამიანებთან, ვინც ამკვირვებლებდნენ და მოიპოვეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმის თუ როგორ აყალბებდა ქართული ოცნება 26 ოქტომბრის არჩევნებს. სტატო, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს არის 3 თვე, როდესაც გაყალბდა საქართველოში არჩევნები. ვიხარით რა გაქვთ დღეს სათქმელი და რა ჩვენა განვიხილდა საბადოემ, როდესაც ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არავინ ცნობს. 3 თვე გავიდა, რაც ამ რეჟიმმა მოიპარა არჩევნები, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა. 3 თვეა ჩვენ ვიბრძვით ახალი არჩევნებისთვის. ჩვენ არ ვაღიარებთ იმ ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციას, რომელსაც არჩევნებს ეძახიან. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ რეჟიმს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ ტყვეების გათავისუფლებას და აქვე ვახდენთ იმის დემონსტრირებას 3 თვის თავზე, რომ ჩვენი წინააღმდეგობა და ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ მივახდენთ შედეგს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ ტყვეების გათავისუფლებას. მადლობა. ხედავთ, რომ საქართველოს უამრავი მოქალაქე ახლა დგას ქუჩაში, აშხერებენ მათ მთავარ მოთხოვნებს. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ის დამკვირვებლებიც, ვინც იყვნენ რეგიონებში, მაგალითად თქვენ იყავით მარნეულში, ხო? გითხარით არჩევნების გაყალბებიდან 3 თვის შემდეგ რა მტკიცებულებებია დამკვირვებლების ხელში და რა გითხრა პროკურატურამ, რომელმაც ვერაფერი დაადგინა ამ დროის განმავლობაში? ეს იყო ტოტალური გაყალბება, რუსული ოპერაცია. უშუალოდ ვიყავი მომწრე, როგორ გაყალბდა არჩევნები. ერთი და იგივე ადამიანები შემოდიოდნენ 20 ჯერ და 30 ჯერ ერთი და იგივე უბანზე. უშუალოდ ნახე, როგორ პასპორტებში ეკრათ რაღაცა ქაღალდის ნაგლეჯები, რომელზეც ეწერათ სხვა ადამიანების პირადობის ნომრები, ასევე ადამიანები ყოველგვარი პირადობის მოწვევის გარშე შემოდიოდნენ, მხოლოდ ფოტოები ჰქონდათ საკუთარ ტელეფონებში. შესაბამისად, ეს იყო სრული განუკითხაობა. კრიმინალურმა ბანდამ, ქართულმა ოცნებამ მოიპარა ქართველი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა არ გავჩერდებით, ეს არის უწყვეტი პროტესტის 60 დღე და თუ არსები 90-ზე მეტი დღე ზოგადად პროტესტის მას შემდეგ, რაც არჩევნები გაყალბდა, რა თქმა უნდა არ დავისვენებთ, არ წავალთ სახლში, როგორც ეგონათ რომ აქამდე მიხურუების პოლიტიკით რომ დაგშლიდნენ და ასე შემდეგ, არა, ჩვენ ვიბრძვით აქ ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალური გადარჩენისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი კონსტიტუციისთვის, რომელიც სისხლით გვაქვს მოპოვებული და არ ვაპირებ რომელიმე ერთ ადამიანს თუ ერთი ადამიანების ჯგუფს გავატანოთ ეს სადმე. 26 ოქტომბრის შემდეგ პროტესტი არ შეჩერებულა ქვეყანაში. არავინ აპირებს, რომ ამ არჩევნების შედეგებს გამოუცხადოს ნდობა. თქვენი მოლოდინი როგორია? დაიხევს ქართული ოცნება უკან ხელახალ არჩევნებს ჩანიშნავს ბიძინა ივანიშვილი? რა თქმა უნდა, მოუწევთ, აუცილებლად მოუწევთ, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნონ. აქამდე საკუთარ ამორჩეველს მათ შორის აცხოვრებდნენ ილუზიაში, რომ რაღაცა ელოდებოდნენ ტრამპის ინაუგურაციას და ასე შემდეგ. ეს გამოჩნდა ყველაფერი, რომ ესე არა. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს ქართული ოცნების მიერ ჩანიშნულ არჩევნებს, გარდა ირანისა, გარდა რუსეთისა და ასეთი კვაზი სახელმწიფოების, სადაც არის
დამებებული დიქტატურა და ადამიანების უფლებების დარღვევა. შესაბამისად, ამათაც უნდათ რომ აქ შეგვათრიონ, ამ ქვეყნების კლუბში შეგვათრიონ, არ გამოუვათ ვინაიდან ჩვენს თავისუფალი მოქალაქეების სამოქალაქო საზოგადოება მათზე ბევრად უფრო მაღლავთ გავართ, როგორც ჩვენი მოწოდებით, როგორც ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, როგორც ჩვენი განათლებით და როგორც ჩვენი შეგნებით. დიდი მადლობა. ქუჩაში დგანან ის ახალგაზრდები, ვინც უწყლოდ იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს ადამიანები მივიდნენ 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, საკუთარი არჩევანი, თუმცა ქართულმა ოცნებამ ისევე როგორც ყველას ამ ადამიანებსაც მოპარა არჩევანის თავისუფლება. ახალგაზრდებს შეგვიძლია ახლა გავესაუბროთ. გამარჯობა. გვითხარით დღეს 3 თვის შემდეგ არჩევნების გაყალბებიდან რა გაქვთ სათქმელი ხელისუფლებისთვის, რას ეთქვით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მიიტაცა 26 ოქტომბერს არჩევნები? პირველ რიგში არც ერთ შემთხვევაში არ დავიწყებ ჩემი სათქმელის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. დავიწყებდი ჩემი სათქმელი ყველა რეჟიმის ტყვის მიმართ. გამძლეობა ბიჭებო, მათ შორის ქალბატონს მიმართ, რომელიც სიმშილობს, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ნებისმიერ რეჟიმის ტყეს და ზოგადად ნებისმიერ ტყეს, რომელიც უსამართლოდ გრძნობს თავს დაბატიმრებულად, ყველას გამძლეობა და რაც შეეხება დევანდელმა ნამდვილად 3 თვე გავიდა იმ ძარცვის შემდეგ, რომელიც ძარცვაც მოხდა ქართველი ხალხის მომავლის მიმართ. ეს იყო ორგანიზებული ძარცვა და აქ არიან ძალიან ბევრი დამკვირვებელი, რომლებმაც თავიანთი თვალით ნახეს ეს ძარცვა. შესაბამისად ჩვენ არ გავჩერებით, სანამ სამართალი არ იღებს. გამძლეობა და ძალა ყველა პოლიტიკას ჩვენ არ გავჩერდებით. მადლობა დიდი. უკვე 3 თვეა ქუჩაში არიან ახალგაზრდები, სტუდენტები, ვინც ამბობს, რომ ახლა საქართველოს მთავარი არჩევანი არის ევროპა და სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ოცნებამ ეს არჩევნები გააყალბა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს სურთ, რომ საქართველოს ერთადერთი მოკავშირე დარჩეს რუსეთის ხალხს. ეს არ უნდათ რუსეთთან დაახლოება ახალგაზრდებს, ამიტომ ეს პროტესტი გრძელდება და ახალგაზრდები ამბობენ, რომ ქუჩაში იქნებიან იქამდე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ბიძინა ივალიშვილი უკან არ დაუბრუნებს ამ ადამიანებს მოპარულ არჩევნებს და არ გაათავისუფლებს იმ ახალგაზრდებს, ვინც უკანონოდ დააბადებდა. კიდევ შეგვიძლია ვესაუბროთ აქ მყოფ სტუდენტებს. გამარჯობა. გვითხარით, აი ახალგაზრდებს რა გაქვთ სათქმელი მას შემდეგ, რაც ბიძინა ივალიშვილმა მოგპარათ არჩევნები და თქვენი თანატოლები, თანამოაზრეები ციხეში გაუშვა იმისთვის, რომ იცავდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი თანამებრძოლები ციან ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის, მაგრამ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია მოუტანოს ქვეყანას თავისუფლება, ევროპული მომავალი და კეთილდღეობა. მადლობა. ხედავთ, რომ ამ მსვლელობას მარშს წინ მიუძღვება დასარტყამი ინსტრუმენტები. აქ არიან მაგალითად დამკვირვებლები, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოაგროვეს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და დაადოკუმენტირეს ის, თუ როგორ აყალბებდა ქართული ოცნება გადამწყვეტ არჩევნებს. ინო ჟვანიასთან მინდა რომ გადავინაცვლო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მას გავესაუბროთ. ალბათო ნინო, თან ვისაუბროთ. ჩვენ ვნახეთ 3 თვის წინ 26 ოქტომბერს რა მეთოდები გამოიყენა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ ეს არჩევნები მიეტაცებინა. ხალხი არ აპირებს დანებებას, არ აპირებს შეეგუოს ამ არჩევნების შედეგებს. თქვენი მოლოდინი როგორია? დაიხევს ქართული ოცნება უკან? როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაყალბდა არჩევნები, მე ვიცი, ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება ამ არჩევნების მოთხოვნის და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ საერთაშორისო და ლოკალური წნეხის შემდეგ ქართული ოცნება შეისმენს პროტესტს და გამოაცხადებს ახალ არჩევნებს. სხვა გამოსავალი მას არ ექნება უბრალოდ. ჯერ ამის. მადლობა. მარში ახლა მიემართება
საკანონმდებლო ორგანოსთან, იქ სადაც უკვე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს 60 თვის განმავლობაში, თუმცა ხალხის პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცა. შეიძლება ითქვას, რომ 3 თვეა ქვეყანაში არის პროტესტი, ხალხი ითხოვს ხელახალ არჩევნებს და ასევე ითხოვენ უკანონო დამატებული ახალგაზრდების განთავისუფლებას, ვინც რეჟიმმა გაუშვა ციხეში, ასევე სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეები დაკავებულ ჩვენს კოლეგას მზია ამაღლობელს და ამბობენ, რომ იქამდე სანამ არ განთავისუფლდებიან უკანონო დამატებული ახალგაზრდები და ოცნება არ ჩანიშნავს ხელახალ არჩევნებს, ეს პროტესტი არ გაჩერდება. ჩვენ ვართ ახლა რუსთაველის გამზირზე, მივემართებით საკანონმდებლო ორგანოსთან, იქ სადაც უწყვეტი პროტესტის მე-60 დღე უნდა შედგეს. ხედავთ, რომ რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი. ჩვენ მივალთ რამდენიმე წუთში საკანონმდებლო ორგანოსთან, რამდენიმე მარშია დღეს დედაქალაქში დაანონსებული. ყველა ეს პროტესტი გაერთიანდება და ჩვენ საგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.